ბელგიაში კვლავ კრიზისია და კვლავაც ამის მიზეზი ბელგიური პოლიტიკის ტერიტორიული პრობლემაა, რომელიც ორენოვანი საარჩევნო ოლქის ბრიუსელ-ჰალე-ვილვორდის გაყოფის საკითხს ეხება. ფლამანდიელები ოლქის ორ ნაწილად გაყოფას ითხოვენ. ფრანგულენოვან ბრიუსელსა და მის შემოგარენზე, რომელიც 35 ნიდერლანდური კომუნისგან შედგება. თავის მხრივ ბრიუსელის შემოგარენის 35 კომუნა საარჩევნო ოლქ ბრაბანტ-ფლამანდიურს უნდა შეუერთდეს. ბელგიაში ენასთან დაკავშირებულმა პრობლემამ მმართველი კოალიციის დაშლა გამოიწვია. ფლამანდიელი ლიბერალებისა და დემოკრატების პარტიის ლიდერი ალექსანდერ დე კროუმ კოალიციიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის ორენოვანი საარჩევნო ოლქის ბრიუსელ-ჰალე-ვილვორდის გაყოფის შესახებ მთავრობის პოზიციას არ ეთანხმება. თავის მხრივ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა იվ ლოტერმა მეფეს ალბერტ მეორის გადადგომის შესახებ თხოვნა წარუდგინა. მეფემ გადაწყვეტილების მიღება გადადო. კრიზისიდან გამოსვლის მოსაძებნად ბრიუსელში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. თუმცა ანალიტიკოსები ვერ ხედავენ გამოკვეთილ ლიდერს, რომელიც ახალიან დროებითი კაბინეტის ჩამოყალიბებას უხელმძღვანელებს. ორ თვეში ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარე გახდება და პოლიტოლოგები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ. ამიტომ ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მეფე ყველა ღონეს იხმარს, რათა იվ ლოტერმის ამჟამინდელი მთავრობა დატოვოს.